კულტურა დაალაგეთ, ახლა იუსტიციაში ჭირდებათ თქვენი რესურსები, ხო? ესე გამოდის. კულტურის სამინისტროს შემდეგ იუსტიციის ჯერი დადგა. ადამიანის თეა წულუკიანის სანდო კადრი, რომელმაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში წმინდა ჩაატარა, ახლა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიავლინეს. განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, ხო? ნიკოლოზ აზნაურაშვილი აქ ამ სამსახურში მაშინ დანიშნეს, როცა რეესტრის თანამშრომლებმა საქართველოს ევროპული კურსის მხარდასაჭერად პეტიციას ხელი მოაწერეს და ამით ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გაემიჯნენ და რეჟიმი კონსტიტუციის დარღვევაში წამხილეს. ბატონო ნიკოლოზ, რა მისით მიგავლინეს საჯარო რეესტრში? რა მისით მიგავლინეს საჯარო რეესტრში? კომენტარს არ ვაკეთებ. ხომ მივხვდი რომ არ შედგება ეს საუბარი და რატო წონა? არა, უნდა გვიპასუხოთ. ადამიანებს უწყობთ რეპრესიებს და მითხარით რატომ? პეტიციაზე ხელმომწერები უნდა გაუშვათ რეესტრიდან? არ გაძლევთ. არ მოგბეზრდათ ერთი და იგივე პასუხი? სანამ თქვენს არ მოგბეზრდებათ, არც მე მოგბეზრდება. რამდენი ადამიანის გაშვება გაქვთ დავალებული? როდის გახდებით რეესტრის შეფი, რა გითხრეს? თუ ჯერ დავალება უნდა შეასრულოთ, რომ გახდეთ დევიძის შემცვლელი, რა გითხრეს? აი რა ვადაში გახდებითო შეფიო? ხვილა წოლობ, ნამდვილად. ნამდვილად. ცოტა ხანი ამცალია და გამოვიდა. წულუკიანი იყო ადრე თქვენი მფარველი, მას დაყავდით ყველგან სადაც მიდიოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში წულუკიანი ივანიშვილის კარზე ასეთი გავლენიანი აღარ არის. შეიცვალა თქვენი ლობისტი, ამჯერად ვინ არის თქვენი ლობისტი? ნიკოლოზ აზნაურაშვილი 27 თებერვლიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. ჩვენი ინფორმაციით ის მალე ამ სააგენტოს ხელმძღვანელი გახდება. ასეთია დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრის ანრი ოხანაშვილის ბრძანება, რადგან მოქმედი თავმჯდომარის დავით დევიძის მუშაობით როგორც ირკვევა, ოხანაშვილი უკმაყოფილოა. ვისგან მიიღეთ შემოთავაზება? ასევე ვინ გაგიწიათ რეკომენდაცია? დევიძე ვეღარ უმკლავდება რეესტრს? რამდენი ხანი დარჩება დევიძე თანამდებობაზე? ხვილა წოლობ, ძალიან გთხოვ. ხო და არ მაწვალოთ მერე, მიპასუხეთ. წყარო გვიყვება, რომ დავით დევიძემ ვერ მოახერხა მის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხის შეჩერება. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ბოლო თვეების განმავლობაში სოციალურ ქსელში ციცავდნენ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ქუჩაში აქციაზეც. ითხოვდნენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და რეპრესიების შეწყვეტას. იწონებდნენ და აზიარებდნენ სოციალურ ქსელში პოსტებს, რომელიც რეჟიმისთვის მიუღებელი იყო. ამიტომ რაც დევიძემ ვერ შეძლო, აზნაურაშვილმა უნდა გააკეთოს. რეორგანიზაციის საბაბით სისტემა უნდა გაწმინდოს, რომ ოლიგარქმა სიმშვიდე იპოვოს. აი როგორ შეიძლება ადამიანი სამსახურიდან გაუშვას საკუთარი პოზიციის გამო? ანუ თქვენ გინდათ რომ ყველამ ერთხმაში ილაპარაკოს, ყველამ ერთნაირად იფიქროს, აი ჩრდილოეთ კორეა გავხდით? აი ეს გინდათ? ასეთ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება? განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ, ხო? კორეა უნდა გავხდეთ, აი ჩრდილოეთ კორეა უნდა გავხდეთ, ეს არის ბატონი ივანიშვილის მიზანი? ათობით ადამიანს რატომ უშვებთ სამსახურიდან? მიპასუხეთ. პეტიციაზე დააფიქსირეს ხელმოწერა. ამის გამო შეიძლება რომ ადამიანი სამსახურიდან გაუშვა? კომენტარს არ გაძლევთ. всё, დავამთავრეთ. ხვილა ივანიშვილის მსახურება არ გეუხერხულებათ ბატონო ნიკოლოზ. შეურაცხყოფას ვაყენებ ეხლა და რაღაცა ტერმინებით გინდა რომ გავუმიყვანს ყოველივე. არ გაძლევ კომენტარს. თქვენ შეურაცხყოფაა? რეჟიმი, რუსეთი, ევროპა, რაღაცებს აკეთებთ. რეჟიმს წარმოადგენთ. თქვენ ხართ რეჟიმის წარმომადგენელი. თქვენ წარმოადგენთ რეჟიმს, მწამებელ რეჟიმს. და რასაც ხარებამ ქუჩაში ვერ მიაღწია, ახლა თქვენ გაკეთებინებენ. არ არის ასე? კომენტარს არ გაძლევ. არაფერზე არც გეთანხმები და არც უარყოფ. არ გაძლევ კომენტარს. ნიკოლოზ აზნაურაშვილი რეპრესიების მოწყობაში გამოცდილი კადრია. ეს ის კაცია, ვინც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის დროს მუზეუმებსა და სახელოვნებო დაწესებულებებში წმინდა ჩაატარა და პროფესიონალი კადრები სახლში გაუშვა. წულუკიანის პოლიტიკის კრიტიკის გამო აზნაურაშვილმა სამსახურიდან გაათავისუფლა მუზეუმების და მუზეუმ ნაკრძალების თანამშრომლები, ხელოვნებათმცოდნეები, ისტორიკოსები და არქეოლოგები. გასაუბრებებში აზნაურაშვილი პირადად მონაწილეობდა.
ატარებდა დაკითხვებს. მაშინ ამ პროცესს კულტურის სისტემიდან გაშვებული მეცნიერები საბჭოთა დაკითხვას ადარებდნენ. დაკითხვებს აღარ ატარებთ საჯარო რეესტრში, თუ იურისტებთან უფრო რთულია დაკითხვების ჩატარება, ბატონო ნიკოლოზ. ხოიცით რომ ეს საქმეებიც სასამართლოში წავა. აზნაურაშვილის აღზევება ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იწყება. ის თეა წულუკიანის ნდობით აღჭურვილი პირია. არ უყვარს საჯაროობა, კამერები, მოქმედებს ყოველთვის კულისებში. წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს აზნაურაშვილი 5 წელი სამინისტროს გენინსპექციაში მუშაობდა. შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში. როცა წულუკიანი იუსტიციას ჩამოაშორეს და კულტურაში გადაიყვანეს, მან თან წაიყვანა ნიკოლოზ აზნაურაშვილიც. 2021 წლიდან ის კულტურის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობით ემსახურებოდა რეჟიმს. რეპრესიების მოწყობა თეამ გასწავლათ წულუკიანმა? რამდენი ადამიანის გაშვება გაქვთ დავალებული? რეესტრმა როგორ უნდა იფუნქციონიროს თუ ძველ კადრებს გაუშვებთ სამსახურიდან? დისციპლინური წარმოება რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყეთ? გაძლო კომენტარს. ბატონი არ გაძლო კომენტარს, არასერიოზულობაა. რა არის არასერიოზულობა? არ გაძლო კომენტარს, რაც არის ჩემი უფლება. რა არის თქვენი უფლება? მოგცემ კომენტარს. საჯარო მოხელე ხარ და გვიპასუხეთ, მარტო იმედი და პოსტივი არ არსებობს სამთო ქვეყანაში. ვის ბრძანებებს ასრულებთ? არ გაძლევ მეთქი. ვის ბრძანებებს ასრულებთ, აბა მითხარით? წყარო შაბათის ეთერს უყვება, რომ აზნაურაშვილმა უმოკლეს ვადებში უნდა დაითხოვოს რეჟიმის წინააღმდეგ წასული ყველა საჯარო მოხელე. აზნაურაშვილთან ერთად პოლიტიკური ნიშნით დევნის პროცესში ჩართულია გიორგი პეპიაც, რეესტრის შიდა კონტროლის დეპარტამენტის უფროსი. ჩვენ ახლა მასთან შეხვედრის შეთანხმებას ვცდილობთ, რომ განმარტებები მოვისმინოთ. თქვენთან შეხვედრა გვინდა, თქვენი ჩაწერა გვინდა იმ რეპრესიებთან დაკავშირებით, რომელიც იუსტიციაში მიმდინარეობს ახლა საჯარო რეესტრს გულისხმობ. ალბათანო ნატა უნდა მიმართოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. იუსტიციის სამინისტროში და მის დაქვემდებარებულ სამსახურებში ახლა ურთულესი მდგომარეობა. ოხანაშვილი პეტიციაზე ხელმომწერებისგან და მეამბოხეებისგან სისტემის გაწმენდას სასწრაფო წესით ითხოვს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, მაგრამ გაშვებას მიზეზი სჭირდება. ამიტომ არასასურველი კადრების მოცილებას პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ზეწოლით და მუქარით ცდილობენ. თანამშრომლების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ტერორი და არარსებული გადაცდომების ძიება დისციპლინური წარმოება მიმდინარეობს. გამარჯობა, დისციპლინური წარმოება, იცით რამდენი ადამიანის წინააღმდეგ დაიწყეს? რის გამო უშვებენ რეესტრიდან ადამიანებს? გაქვთ ინფორმაცია? პეტიციაზე ხელმომწერი დარჩა ვინმე რეესტრში, თუ ყველა გაუშვეს სამსახურიდან? თქვენი თანამშრომლები სამსახურიდან ხელმოწერის გამო რომ გაუშვეს, ამაზე პროტესტი ვინმე დააფიქსირეთ? რეჟიმს ახლა მხოლოდ ის ხალხი სჭირდება, ვინც პრორუსულ პოლიტიკას დუმილით შეხვდება. იშორებენ ყველას, ვინც დასავლურ კურსს ღიად ითხოვს. პეტიციაზე ხელმომწერი ვიყავი ერთ-ერთი პირველი, შემდგომ ვიყავი ერთ-ერთი ჩვენი ქუთაისის ჯგუფში გამავრცელებელი აღნიშნული ინფორმაციის და მოკლედ საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული ამ პროცესებში, გულისხმობ იმას, რომ აფიქსირებდი ჩემს აზრს ღიად, დავდიოდი საპროტესტო აქციებზე. ჩატი დაიწერა, რომ ხელი ვინც მოაწერა, იმეებს უშვებდნენ სამსახურიდან. ეს დაწერა თვითონ ერთ-ერთმა ხელმომწერმა. ვიფიქრე, რომ მეთქი რაღაცა აბსურდია, რაღაცა შეიძლება ვიღაცა ინტრიგას ხლართავს, იმიტომ რომ შეუძლებელი არის, რომ ამდენ წლიანი შრომა ვიღაცამ ესე უბრალოდ გადაწყვიტოს, რომ აი შენ ხელი მოაწერე ამაზე, მე აღარ მჭირდები სამსახურში და მოდი კარგად იყავი. როცა რეალურად მართლა კარგი კადრები გაგვიშვეს და ისეთი კადრები გაუშვეს, რომლებმაც რესერტიფიცირებაც გაიარეს. 23 წლის თამუნე ჭითანავას 3 წლის განმავლობაში არც ერთი შენიშვნა არ მიუღია. ბოლო შეფასება მენეჯერისგან რეკომენდაციასთან ერთად ოქტომბერში მიიღო. ამ რეკომენდაციის მიხედვით მას, როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულს, უფლება ჰქონდა შემდეგ ეტაპზე გადასულიყო. ანუ დაწინაურებულიყო. მაგრამ რატომღაც პეტიციაზე ხელმოწერის შემდეგ უთხრეს, რომ რეესტრში ამზომველი და ამგეგმავი აღარ სჭირდებოდათ. მენეჯერმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ პეტიცია, რომელზეც ხელი მოვაწერეთ, შექმნილი იყო და მიზანად ისახავდა საჯარო რეესტრის გაშავებას. პეტიციაში გარკვევით ეწერა, რომ ემიჯნებოდით ირაკლი კობახიძის განცხადებას და თანამოქალაქეებზე ძალადობას.
საპროტესტო აქციებმა, რომლის მონაწილეებით საჯარო სექტორის თანამშრომლებიც იყვნენ, რეჟიმი შეაშფოთა. ამიტომ მმართველმა გუნდმა მეამბოხეების პროტესტს სამსახურიდან დათხოვნა დაუპირისპირა. სრულად სამთავრობო ნარატივი გააჟღერა, შეიძლება ასე ითქვას და პირდაპირ დასვა კითხვა, რომ ლეგიტიმურად ვცნობდით თუ არა ხელისუფლებას და ძირითადად მას ეს საინტერესებდა ჩვენგან და კონტექსტი იყო, ეს იყო რეესტრის თავმჯდომარე და ამას ესწრებოდა დავით დევიძე და ამას ესწრებოდა თავისი ორი მოადგილე. ეს დიალოგი აქ, ამ შენობაში შედგა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით დევიძემ და მისმა მოადგილეებმა საჯარო მოხელეები საქმის გასარჩევად დაიბარეს. სააგენტოს ზედარგოლი ითხოვდა პასუხს კითხვებზე. რატომ დააფიქსირეს ხელმოწერა თანამშრომლებმა პეტიციაზე და რატომ დაუპირისპირდნენ ირაკლი კოპახიძეს? რეესტრის თავმჯდომარე დავით დევიძე ამ შეხვედრაზე თანამშრომლებს არწმუნებდა, რომ ქუჩაში ხალხი საკუთარი სურვილით არ გამოსულა და ისინი მოსყიდულები იყვნენ. აქციებთან დაკავშირებით, რომ როგორც ჩნდებოდნენ ერთნაირად ჩაცმული ადამიანები ამ აქციაზე, მიმართულება იქითკენ, რომ ეს იყო ორგანიზებული პროცესი და სად ვერთვებით, თქვათ, ეს საჯარო მოხელეები ხარ ხო, მაგრამ დევიძეც ფიქრობდა, რომ ერთი და იგივე ადამიანები ალბათ, იმიტომ რომ ან ორგანიზებული, ვიღაც, ესე იგი ერთნაირად მოსავდა თუნდაც ამ ადამიანებს, იმიტომ რომ სხვა იქ არავინ არ იდგა, მაგრამ იურისტი ანა გურასაშვილი ახლა სამსახურს ეძებს. ის ერთ-ერთია იმ 150 ადამიანს შორის, ვინც 30 დეკემბრის შემდეგ საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. ახლა იმის მტკიცება უწევს, რომ ევროინტეგრაციის მხარდამჭერ ტექსტზე ხელის მოწერა პოლიტიკური აქტი არ ყოფილა და როგორც იურისტმა ქვეყნის კონსტიტუცია დაიცვა. შინაარსობრივად იქ არ ეწერა რაიმე ისეთი, რაც თუნდაც ეთიკური თვალსაზრისით საჯარო მოსამსახურეს არ ეკადრებოდა, რაღაცა ნეიტრალიტეტის პრინციპს არ ღვევდა. ეს უბრალოდ იყო აზრის გამოხატვა და სოლიდარობა მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ქართული ოცნება სახელმწიფო უწყებებს მხოლოდ ერთგული კადრების ქსელად განიხილავს, სადაც მხოლოდ ერთი პარტიის მომხრეები მუშაობენ. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულებს რჩება ჩდაბეჭდილება, რომ ივანიშვილის გუნდი საჯარო სამსახურს პარტიად უპირებს გადაქცევას. ძირითადი მიზანი არის ის, რომ საჯარო უწყებებში დარჩნენ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას დამორჩილებული კადრები, რომლებიც არასოდეს არც ერთ შემთხვევაში მათ შორის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებითაც კი არ გამოთქვავენ განსხვავებულ აზრს. იუსტიციის სამინისტროდან 20 წლიანი მუშაობის შემდეგ დაითხოვეს მეგი კაციტაძე. ბოლოს ის იუსტიციის სახლის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. სწორედ მას ეკუთვნის ტექსტი, რომელსაც ხელი 600-ზე მეტმა თანამშრომელმა მოაწერა და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება გააპროტესტა. შევადგინა განცხადების ტექსტი. როგორც კი სამინისტროს მაღალჩინოსნებმა გაიგეს, რომ მეგი კაციტაძე კიდევ 3 დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად პეტიციის თანაავტორი იყო, 4-ვესთან მენეჯმენტმა კომუნიკაცია შეწყვიტა. იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა დისკრიმინაციული მოპყრობის გამო საქმის კურსში მაშინვე ჩააყენეს სახალხო დამცველი. მუქარა და ზეწოლა მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაძლიერდა და საბოლოოდ მეგი კაციტაძის გათავისუფლებით დასრულდა. დღეს გარკვეულწილად ის თანამშრომლები, რომლებიც უკვე გათავისუფლებული ვართ, შესაძლებელია ბევრად უკეთეს მდგომარეობაში ვართ, თუ ამას შეიძლება უკეთესი მდგომარეობა ეწოდოს, ვიდრე ის თანამშრომლები, რომლებიც ჯერ კიდევ სისტემაში რჩებიან. დიდია ზეწოლა მათზე. მიმძიმს ცოტა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნო თანამშრომელს, რომელიც არის მარტოხელა დედა, ყავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანი შვილი და რომელიც წლების განმავლობაში სარგებლობდა გარკვეული შეღავათებით, რომელიც მას კანონით ეკუთვნით და ეს შეღავათები მდგომარეობდა მხოლოდ მისთვის ხელმისაწვდომი გრაფიკით მუშაობის შეთავაზებაში. მას შემდეგ, რაც ეს თანამშრომელი აღმოჩნდა ხელმომწერთა სიაში, რატომღაც დადგა საკითხი ამ გრაფიკის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არ არის. დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრს მოადგილეებიც გაიქცა. 2024 წლის 4 დეკემბერს ანრი ოხანაშვილმა 3 მოადგილე დანიშნა. 3-დან 2 უკვე უწყებაში აღარ მუშაობს. სულ რამდენიმე კვირაში წამოხვედი, რატომ შეგიძლია მიპასუხოთ? ურთიერთობა გქონდათ ანრი ოხანაშვილთან? ეს ნიკო თათულაშვილია. მან ანრი ოხანაშვილის მოადგილეობაზე უარი თქვა და რეკორდულად მოკლე დროში გადადგა დაკავებული თანამდებობიდან.
პოსტიდან 10 თებერვალს წავიდა ერეკლე ღვინიანიც. იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები ყვებიან, რომ მოადგილეებთან ოხანაშვილს უთანხმოება ჰქონდა. რატომ დატოვა იუსტიციის სამინისტრო? არ ვიცი დედა, აი შვილებს გეფიცები, თუ მაგას რამე ეთქვეს, მთელი თვია დედიკო არ მინახავს მე მაგი. მეც გამიკვირვებული ვარ ძალიან. რა საკითხზე მოუვიდა უთანხმოება ღვინიანიძეს ანდრე ოხანაშვილთან? ამის გასარკვევად ახლა დაჩი ბერაიასთან ვრეკავთ. ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ გაქცეულა არასწორი ფრაზირება წინადადების, არსად არ გაქცეულა. თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მინისტრთან შეუთავსებლობა, თქვენს პოლიტიკასთან შეუთავსებლობა. რატომ ვცდილობთ რომ რაღაცა არა, ვცდილობ გავარკვიო რა მოხდა. შავი კატა ეძებოთ. პრიორიტეტი ვცდილობთ რომ შავი კატა მოძებნოთ, ზონაში არ არის ეგრე. ანდრე ოხანაშვილმა ამის შემდეგ ახალი მოადგილე შეარჩია. ის გიორგი ტკეპუაძეა, რომელმაც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ სოციალურ ქსელში სახელი გადაირქვა და ქმებულია გაუდაირქვა. რეჟიმმა დააწინაურა და რუსული კანონის დაცვა დაუფასა ქრისტინე კუპრავასაც. აი უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება, უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი არ ნიშნავს, რომ რაღაცა კონკრეტულად ან დადებითისკენ გადავიხარეთ, ან უარყოფითისკენ გადავიხარეთ. ქრისტინე კუპრავაც 27 თებერვალს დაინიშნა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოადგილედ. ეს ერთი შემთხვევაც ატესტურებს, რომ რეჟიმს არ სჭირდება განსხვავებული აზრი. ოცნების ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ მორჩილებაზე დგას.